რუსის მიერ კორუფციის ბრალდებით დაკავებული მამუკა ჟღენტი შეპესზე ნიურუადის მფლობელის დავით ჟღენტის ძმა. ინფორმაციას დავით მჟავანაძე ავრცელებს და წერს, რომ ჟღენტმა ამ კომპანიით 2012 წლიდან დღემდე $1.3 მილიარდის ტენდერები მოიგო. ძმები ოცნების მსხვილი შემწირველებიც არიან. კოალიციაცვლებისთვის წევრი და კორუფციის მკვლევარი. წერს, რომ ბიზნესმენის დაკავება ივანიშვილის მიერ დაწყებული პულის ამოღების სპეცოპერაციის გაგრძელება. ჟღენტი ექს-პრემიერ ღარიბაშვილთან და ქარსელაძესთან დაახლოებული ბიზნესმენია. გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების მტკიცებით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ლეგალიზაციაში ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. განაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდნენ. მას 11 წლამდე პატიმრობა აქვს მიჭრილი. მიჩიგანის შტატში მორმონთა ეკლესიაზე თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 8 მოქალაქე. კაცი, რომელიც ეკლესიაში ავტომობილით შევარდა, იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ეკლესიას ცეცხლი წაუკვიდა, ყოფილი საზღვაო ქვეითი ერაყის ომის ვეტერანი 40 წლის თომას ჯეიკობ სამფორდია. თავდამსხმელი ადგილზე მისულმა პოლიციამ ავტოსადგომზე მოკლა. გამომძიებლები მოტივის დასადგენად მსროლელის სახლსა და ტელეფონს ჟღერენ.